ამ წლის ოქტომბერში საქართველოს რესპუბლიკა ჩაატარებს არჩევნებს. ეს არ იქნება არჩევნები უბრალოდ მომდევნო ლიდერის გამოსავლენად. დიდი ალბათობით ეს არჩევნები განსაზღვრავს დარჩება თუ არა საქართველო ნახევრად განთავისუფლებულ ქვეყანად, რომელიც აგრძელებს თვითგამორკვევის გზას, თუ ის დანებდება კორუფციას, რუსეთის და რუსი ოლიგარქების გავლენას. საქართველოს ისტორიაში ბევრი იყო საკუთარი გადარჩენისთვის ბრძოლა ბოროტი ტირანების წინააღმდეგ. აგრესიული მეზობლები, კორუმპირებული მთავრობები და დაუფარავი სამხედრო აგრესია. ეს არის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაცია განსხვავებული ენით და ხალხით. განლაგებული არა შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველო წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სახმელეთო ხიდს აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის. მისი ისტორიის მანძილზე საქართველო პრაქტიკულად მუდმივად იბრძვის მეზობლებთან გადარჩენისთვის, რომლებიც სხვადასხვა დროს ცდილობდნენ მის ჩათრევას რუსულ, თურქულ ან სპარსულ იმპერიებში. მისი ეს ბრძოლა არც 1991 წელს რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამარტივებულა. საბჭოთა კავშირის ნგრევის და შიდა დაპირისპირების შორის ბალანსირებისას საქართველომ გამოიარა რამდენიმე წელი სამოქალაქო დაპირისპირებისა დამოუკიდებლობის გზაზე. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გაგდებული იქნა რუსეთის ხელით დასმული ლიდერის ედვარდ შევარდნაძის მიერ. ხალხის მიერ არჩეული მთავრობის აღდგენის მცდელობის პროცესში პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა დღემდე დაუზუსტებელ ვითარებაში. რუსეთის ხელდასმული ძალების და პოლიტიკური ლიდერების დომინირების შემყურე ახალგაზრდა საქართველოს სურდა საფუძვლიანი რეფორმები და 2003 წელს ვარდების რევოლუციით საბოლოოდ განთავისუფლდა ბორკილებისგან და დადგა თვითგამორკვევის გზაზე. მაშინ შეერთებულმა შტატებმა და მსოფლიო საზოგადოებამ დროულად დაინახეს ეს სურვილი და მიულენილმა დამკვირვებლებმა გამოავლინეს კორუფცია და არჩევნების გაყალბების მცდელობები. შევარდნაძის მთავრობა ეცადა არ ეღიარებინა არჩევნების ნამდვილი შედეგები, მაგრამ ქართულ ხალხს სხვა გეგმები ჰქონდა და მშვიდობიანად აიძულეს იგი დამორჩილებოდა ხალხის ნებას, როცა მათ დაიპყრეს პარლამენტი ვარდებით ხელში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი თავისუფლების მოპოვება მთელ მსოფლიო ისტორიაში. მას მერე საქართველოს ჰქონდა თვითგამორკვევის, დასავლეთთან თანამშრომლობის, ადამიანების უფლებების გაუმჯობესების და ვაჭრობის ზრდის პერიოდი. ამ ყველაფერს უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. რუსეთის მიერ წაქეზებულმა სეპარატისტებმა მოახდინეს სიტუაციის დესტაბილიზაცია საქართველოს, აფხაზეთის და სამაჩაბლოს რეგიონებში. რუსეთმა გამოიყენა ეს არეულობა მიზეზად საქართველოზე ღია სამხედრო შეტევისთვის, რის შემდეგაც დღემდე ოკუპირებული აქვს ეს ტერიტორიები და არ ასრულებს ადრეულ შეთანხმებას რუსული ბაზების გაუქმებაზე საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე. მიუხედავად ამისა, საქართველოს იმჟამინდელმა არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მის მიერ გატარებულმა რეფორმებმა წამოწია საქართველო დაბალი დონის ქვეყნის სტატუსიდან ბევრად გაუმჯობესებულ ფინანსურ მდგომარეობამდე, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდით და უცხოური ინვესტიციებით. მაგრამ მთელი ამ ბრძოლის და თვითგამორკვევის მანძილზე მისი მეზობლები ცდილობენ იძალადონ საქართველოს სურვილებზე. რუსეთი შეშფოთდა ადამიანების თავისუფლებით მეზობელ ტერიტორიაზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ აკონტროლებდა საბჭოთა კავშირის დროს, რომლებსაც უნდათ შეინარჩუნონ თავიანთი ენა, კულტურა, ისტორია და იყვნენ დამოუკიდებელნი. შედეგად რუსეთმა თავის მხრივ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო მსგავსი ხალხების ჰაერში გამოკიდებულ მდგომარეობაში დასაბრუნებლად, თუნდაც ყირიმში, დანარჩენ უკრაინაში, ბალტიისპირეთში და საქართველოში. ხელწერა ერთი და იგივეა. რუსეთის სცენარი იწყება ოპოზიციური ჯგუფებისთვის და რუსეთის მხარდამჭერი ოლიგარქებისთვის ფულის მიწოდებით. გრძელდება სეპარატისტების შეკრებით რაიონებში, სადაც ცოტა რუსებიც ცხოვრობენ, შემდეგ აჯანყების წახალისებით ქვეყნის წინააღმდეგ, ვითომ რუსი მოსახლეობის მოთხოვნების დასაცავად ამ ტერიტორიაზე. ამის შემდეგ რუსეთი ეხმარება აჯანყებულებს ძალადობაში და არეულობაში, რაც იწვევს ჯანდაცვის, სამალთა დაცვის და ეკონომიკური სისტემის სრულ მოშლას. ამას მიყავს იქ მაცხოვრებელი ხალხი იქამდე, რომ თანახმა იყვნენ ყველაფერზე, თუნდაც უარეს არჩევნებზე, ოღონდ აღდგეს რამენაირი წესრიგი. შემდეგ ეტაპზე ხდება ქვეყანაში მოქმედი პარტიების მოსყიდვა, ფულის და ძალაუფლების დაპირებით. რაც არჩეულ პარლამენტს რუსეთის მარიონეტად აქცევს და საბოლოოდ სხვა არაფერია თუ არა მოსკოვიდან მართული ძველი სოციალისტური აპარატი.
ასე მოხდა საქართველოშიც. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა მოიგერიეს გარეშე დამპყრობლები და განთავისუფლდნენ რუსეთის ბორკილებისგან მე-19 საუკუნეში, შემდეგ 1918 წელს, შემდეგ 91 წელს, რუსეთი მაინც დღემდე თვლის, რომ მისი უფლებაა მოექცეს ქართველებს როგორც რაღაც ქვედა დონის, არასრულფასოვან ადამიანებს, რომლებიც მარტო იმისთვის არსებობენ, რომ მოსკოვს ემსახურონ და რომ მათი მიწა უბრალოდ სატრანზიტო გზაა რუსეთის ინტერესებისთვის. ვარდების რევოლუციით რუსეთის ბორკილებისგან წარმატებით განთავისუფლების შემდეგ რუსეთი განუწყვეტლივ ცდილობს მოარღვიოს საქართველოს პოლიტიკური წყობა. მან წააქეზა არეულობა აფხაზეთში და სამაჩოვლოში. დაიპყრო საქართველოს მიწები და დაარღვია შეთანხმება ბაზების გაუქმებაზე საქართველოს ტერიტორიაზე. გასაოცარია, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველო არ დაიშალა. ამიტომ რუსეთი მის კლასიკურ სტილში ჩაერია პოლიტიკურ პროცესებში თბილისში. მოსკოვის მხარდამჭერი მთავრობის დასასმელად, რომელიც ვერცხლის ლამბაქზე მიართმევს რუსეთს საქართველოს. ფულის განაწილების და პოლიტიკური მოსყიდვების ხელმძღვანელი არის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო მეკავშირეა. და მიზანი დღეს არის წარმართონ არჩევნები ისევე როგორც ეს მოხდა 2003 წლის არჩევნებზე. იყიდონ ხმები დასაჯონ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, გამოიყენონ სამთავრობო რესურსი არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად, ხოლო ქართული სპეცსამსახურები ხალხის დასაშინებლად. ამ ყველაფერს დამატებული საარჩევნო კომისიების სრული პრივატიზირება, რომლის ერთი წყაროს შეფასებით 98%-ს უკვე აკონტროლებს ივანიშვილი, დამაფიქრებელია ქართველი ხალხის შესაძლებლობა განახორციელონ თავისუფალი არჩევნები მოსალოდნელ ოქტომბრის არჩევნებზე. ასეთი თავდასხმების ფონზე ქართველი ხალხი მოელის მხარდაჭერას მსოფლიოსგან. საინტერესოა, ბატონო სპიკერო, რომ დამდეგ შაბათს არის წმინდა გიორგის დღე. წმინდა გიორგი არის ქრისტიანული წმინდანი, რომელმაც დაამარცხა მითიური დრაკონი და რომლის საპატივსაცემოდაც ჰქვია საქართველოს ჯორჯია. ქართველ ხალხს აქვს სურვილი დაამარცხოს ეს პოლიტიკური დრაკონი და დაიცვან მათი დამოუკიდებლობა, როგორც ეს უქნიათ ადრე, მაგრამ მათ სჭირდებათ ჩვენი დახმარება. დიახ, ჩვენ შეგვიძლია არ შევიმჩნიოთ მათი თხოვნა. ბოლო-ბოლო უმეტესობა ამერიკელებმა არც კი იციან, სად არის საქართველო რუკაზე. ან შეგვიძლია ვიყოთ მისი მეგაფონი და გავახმაუროთ მათი გზავნილი. და გზავნილი არის შემდეგი: მათ უნდათ დარჩენ დამოუკიდებლები. აი რამდენიმე მარტივი ნაბიჯი, რომელიც შეუძლია გადადგას ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მივმართავთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს დაგვეხმაროს საქართველოში ამ შემოდგომაზე არჩევნების პროცესის მონიტორინგში, ისევე როგორც ჩვენ ერთხელ უკვე დავეხმარეთ მათ გადამწყვეტ 2003 წლის არჩევნების მონიტორინგისას. ჩვენ მოვითხოვთ ქართულ საარჩევნო კომისიებში აღდგეს წარმომადგენლობითი წევრობა, რათა აღმოიფხვრას მოსკოვის და რუსეთის ინტერესების გამტარებლის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის გავლენა. ჩვენ მოუწოდებთ შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტს და აღმოსავლეთ ბანკებს გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები, იმიტომ რომ იგი შემჩნეულია არალეგალური იარაღით ვაჭრობაზე. ჩვენ მოუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს გამოვლინონ ქართველი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, რომლებიც შემჩნეული არიან არჩევნების პროცესში უხეშად ჩარევაში. შეიზღუდოს მათი გადაადგილება და გაიყინოს მათი ანგარიშები. ჩვენ ასევე მოუწოდებთ დასავლელ ჟურნალისტებს და ჩვენ თავისუფალ პრესას მისცენ ქართველ ხალხს მათი ამბის მოთხრობის საშუალება. გამოიძიონ და გააშუქონ ამბები, რომლებიც მოხდება ამ დარჩენილ რამდენიმე თვეში, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს ბოლო დამოუკიდებელი თვეები საქართველოს ისტორიაში. და ბოლოს ჩვენ მოუწოდებთ დამოუკიდებელ, შეუპოვარ და მიზანმიმართულ ქართველ მოსახლეობას შეინარჩუნონ მათი წმინდა გიორგის ხასიათი, იყავით უშიშრები, აიღეთ შუბი და დაამარცხეთ ეს თავდამსხმელი პოლიტიკური დრაკონი. თქვენ ადრეს დაგმუქრებიან. თქვენი მონდომებით, როგორც 2003 წელს, თქვენ ისევ შეგიძლიათ დაანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ თავისუფლება არ დაემორჩილება კორუფციას და დაშინებას. ქართველმა ხალხმა უნდა ასევე იცოდეს, რომ დანარჩენ სამყაროს არ სძინავს. ჩვენ, შეერთებული შტატების მოსახლეობა, უერთდებით ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას. მადლობა, ბატონო სპიკერო.